მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის, ეპიცენტრი იყო სტამბული. შედგა პირველი რაუნდი, შემდეგ მოვისმინეთ მხარეების პოზიციები, ამის შემდეგ ასევე შედგა საუბარი პუტინსა და ტრამპს შორის, შემდეგ ტრამპის საუბარი შედგა ზელენსკისთან და ევროპული ქვეყნების ლიდერებთან. დღეს წერდა Axios-ი თუ არ ვცდები, რომ ყველა ევროპელი ლიდერი, მათ შორის ზელენსკიც მოიაზრებდა, რომ ტრამპი წარადგენდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ ახალ პაკეტს, თუმცა ეს ვერ მიიღეს ევროპელმა ლიდერებმა და ვერც ზელენსკიმ, რაზეც გულისწყრომაც გამოხატეს მათ და შემდეგ ტრამპის პასუხი იყო, რომ პუტინს სურს ნამდვილად ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებები და აქედან გამომდინარე ის ვერ ხედავდა საჭიროებას რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულიყო მორიგი სანქციების. შესაბამისად, ეს რა კონტურებს აჩენს აი ამ პრობლემის დიდი გამოწვევის მოგვარება არ მოგვარების ნაწილში. ანუ ახლა რა ჩანს, რომ ტრამპი პუტინის მხარეს არის, თუ მშვიდობის მხარეს არის და დასავლეთი ამ შემთხვევაში ევროპა და ზელენსკი რჩებიან მარტოები, თუ ეს კიდევ მოლაპარაკების საგანია სამომავლო პერსპექტივაში და შეხვედრების. მთელი ეპოპეა განვითარდა იმ რაღაც მოლაპარაკებების, ურთიერთ შეთავაზებების, შემოტევების, დიპლომატიური შემოტევების და მათი პარირების ბოლო დაახლოებით კვირანახევრის განმავლობაში აი რომ გავახსენოთ მაყურებელს, ჯერ იყო 9 მაისამდე რუსეთმა გამოაცხადა სამდღიანი დროებითი ცეცხლის შეწყვეტა, აი 9 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით. პარალელურად ამ ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ კიევში და იქ ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ფაქტიურად ეს რაღაცა ულტიმატუმის ფორმით მათ გამოაცხადეს, რომ აი ახლა ვაყენებთ საკითხს, რომ რუსეთმა უნდა მხარეები უნდა დათანხმდნენ 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტის პროცესს და შემდეგ ამ ფონზე დაიწყო ინტენსიური მოლაპარაკებები ხანგრძლივ მშვიდობაზე. უკრაინა დათანხმდა და მოლოდინი იყო, აბა რუსეთი რას გვიპასუხებს, თუ არ დათანხმდება რუსეთი, მაშინ მას რაღაც იგულისხმებოდა, რომ რაღაც ძიმე მომაკვდინებელი სანქციებით სადამსჯელო ზომებს მიიღებდნენ ამის პასუხად. ამის პასუხად დაახლოებით კვირანახევრის წინ პუტინი გამოვიდა, ეს პრესკონფერენცია ჩაინიშნა, რომელიც ღამის 2 საათზე თუ 3 საათზე ჩატარდა და რამდენიმე საათით რამდენჯერმე გადაიდო. პუტინი გამოვიდა და განაცხადა, რომ უკრაინასთან არანაირ ცეცხლის შეწყვეტის დროებით პროცესს აზრი არ აქვს და არაპირებენ, იმიტომ რომ მათი პირობაა, რომ თუ ცეცხლს შეწყვეტენ, გარანტიები უნდა მიიღონ, რომ უკრაინა ამ დროში შეიარაღებას აღარ მიიღებს და სანგრებს არ ამოთხრის თავისი პოზიციების გასაძლიერებლად და ეს ამის არ ჯერა, რომ ეგრე მოხდება, ამიტომ არა. და სანაცვლოდ აგერ პირდაპირ მოლაპარაკებებს გთავაზობთ სტამბულშიო, რაც იმის დემონსტრაცია იყო, რომ უარს გეუბნებით დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე და პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით ვაკეთებ ბუტაფორიულ შემოთავაზებას, რომ აი სტამბულში პირდაპირ მოლაპარაკებებს გთავაზობთ და ამის პასუხად სხვათა შორის ნიშანდობლივი ფაქტია, რომ საერთოდ რატო არ რთული, რომ აი რაღაც ულტიმატუმს აყენებ და მე უარი გითხრეს და არაფერი. ხო, ეგ არის სერიოზული დარტყმა მოლაპარაკების პროცესში პოზიციების შესუსტება, იმიტომ რომ შენი ულტიმატუმები სინამდვილეში საკითხია ისე, რომ შენი ულტიმატუმები არაფერ საფრთხეს არ შეიცავს. დემონსტრაციულად უარი გითხრეს და არაფერი არ მოხდა და საბოლოო ჯამში შენი ულტიმატუმების ეფექტურობის ხარისხი დარტყმის ქვეშ დგება. შემდეგ სტამბულში მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ზელენსკიმ განაცხადა, რომ კაი ჩავალ, მაგრამ პირადად პუტინი ჩამოვიდეს და მას დაველაპარაკებები და ამაზე პუტინმა უარი უთხრა და მეორე ხარისხოვანი ფიგურებისგან დაკომპლექტებული დელეგაცია გააგზავნა, ანუ მინისტრების მოადგილეების დონეზე დაკომპლექტებული დელეგაცია, რაც დემონსტრაციული ფაქტი იყო იმისა, რომ ბუტაფორიული მოლაპარაკებები იქნებოდა სავარაუდოდ და სერიოზულად რუსეთი არ ეკიდებოდა მოლაპარაკებებს. უკრაინის მხრიდან უფრო მაღალი შემადგენლობა ჩავიდა მინისტრების დონეზე, იქ ილაპარაკეს და ფაქტიურად შეთანხმება მოხდა არაფერზე, უბრალოდ 1000 ტყვე გავცვალთ 1000 ტყვეზე, აი თუ რაიმე რეალური შეთანხმება რაიმეზე შედგა, იყო აი
რეალური ხელშესახები იყო ეს, ამის იქით იყო შეთანხმება იმაზე, რომ უბრალოდ ორივე მხარემ უნდა მოაბრძადოს ვრცელი დოკუმენტი პუნქტებად გაწერილი წარმოდგენა იმაზე, როგორ წარმოუდგენიათ, რომ შეთანხმება შედგება მხარეებს შორის და მე ერთმანეთს შეეჯერებინ და ვინ რაზე თანხმდება, ამას გაარკვევენ. ანუ რაღაცა ძალიან ხანგრძლივი დროში გაწელილი, გაურკვეველი ვადით თან გაწელილი პროცესი დაიწყეს. რაც ნიშნავს კიდე ერთი დადასტურება იყო იმისა, რომ რუსეთი უბრალოდ ტექნიკურად წელავს მოლაპარაკებების პროცესს, თან ქმნის იმ ილუზიას, თითქოს დაინტერესებულია რეალურ მოლაპარაკებებში. ამის შემდეგ აგერ ორშაბათს შედგა ტრამპსა და ორშაბათს კი გუშინ შედგა, სამშაბათს. სამშაბათ დღეს არის. ო, გუშინ შედგა. მოლაპარაკები ტელეფონზე და დიდი მოლოდინი ამასთან დაკავშირებით ის რა ვიცი ეს დასავლური მედია ქმნის ხოლმე რაღაც გრანდიოზულ მოლოდინებს, იმიტომ რომ ამ მოლოდინებით იკვებება, ამ იმედებით იკვებება ეს უკრაინის მხარდამჭერი ფლანგი, იმიტომ რომ დიდი სხვა რაღაცა რეალური ხელშესახები იმედები ცოტა ძნელად მოსაძებნი გახდა. დასავლური მედია ქმნიდა წარმოდგენებს, რომ ტრამპი რაღაც მომაკვდინებელი ახალი სანქციების პაკეტით დაემუქრებოდა. უბრალოდ მან პრობლემა მაგ იმედებში მდგომარეობს იმაში, რომ რა ვიცი, აგერ 3 წელია ომი მიმდინარეობს. ტრამპის ადმინისტრაციაზე განუზომლად უფრო დიდი мотиваციის ბაიდენის ადმინისტრაცია სახეზე იყო და რა სანქციების დაწესებად იყო სავარაუდოდ, რაც ეფექტური იქნებოდა სავარაუდოდ დაწესებული. მე არ ვიცი რანაირად ელის ვიღაცა რომ ამის იქით კიდე რაღაცა მაკვდინებელი დაწესდება, არ ვიცი. მაშინ რატო არ დაწესდა ეს ბევრად უფრო მაღალი ჩართულობის მქონე ადმინისტრაციის პირობებში, მაგრამ ასეთ იმედებს ქმნიდნენ და მე ამბობდი საუბრები მქონდა ვთქვათ კულუარულად ამ თემებზე, ამას ეს გაუგებარი იყო ჩემთვის და ვამბობდი რომ არ ჩანს რომ ტრამპს რაიმე ან мотиваცია გააჩნია უფრო ღრმად შეტოპვის ამ ომში, რაიმე უფრო ეფექტური სანქციების დაწესების შესაძლებლობები არსებობს და ტრამპი პუტინის გუშინდელი ლაპარაკის შემდეგ მხარეებმა გააკეთეს ისევ განცხადებები, რომლებიც ფაქტიურად გულისხმობს არაფერ კონკრეტულს. ანუ უბრალოდ ზოგადი განცხადებები, რომ აი მხარეებს უნდათ მშვიდობა, აი ტრამპის განცხადება შეწერა პუტინს უნდა მშვიდობა, იმედია მიაღწევს, ძალიან დიდი პოტენციალია, თუ ამას მივაღწევთ, მე მას მოვუხსნი სანქციებს და ჩვენ ყველანი დაინტერესებულები ვართ ეკონომიკურ ურთიერთობაში. პუტინმაც გააკეთა განცხადება, რომ ხო აი მშვიდობა, ჩვენ მოტივირებულები ვართ, უნდა ვილაპარაკოთ რაღაცა მემორანდუმის შემუშავებაზე შევთანხმდით უკრაინას, ტრამპს შევთანხმდით, რომ ჩვენ და უკრაინა შევმუშავებთ რაღაც მემორანდუმს, რომელიც მემორანდუმი არის რა? მემორანდუმი არის, რომ რა ვიცი, რაღაცა დოკუმენტი შემუშავდება, რომელიც თავისთავად ასევე არ გულისხმობს, რომ აუცილებელი ვალდებულებაა ეგ რაღაცა სამუშაო დოკუმენტი, რომელთაც მე პოტენციურად შეიძლება მშვიდობის მიღწევა მოხდეს, სადაც გავწერთ, როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ მშვიდობის მიღწევის მექანიზმები, რაღაცა დროში გავწერთ ამ პროცესს, ოღონდ არავინ კონკრეტული დრო არ დაასახელა, რა დროში გაწერეთ. უკრაინელებს რო კითხეს რა მემორანდუმზეა საუბარი, აზზე არა ვართ, არ ვიცით არაფერი დეტალები და საერთოდ რა ხდება, მთლად გარკვეულები არა ვართ. რაც ვიცით და რასაც ხაზს უსვამს ყველა, არავინ ტრამპ ამერიკული მხრიდან არ ლაპარაკობს ახალი სერიოზული სანქციების დაწესებაზე. ამიტომ როგორც ჩანს, რუსეთი ჩვეულებრივად დროს წელავს. ტრამპს არ უნდა ამ ომში კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლას, აცნობიერებს, რომ რუსეთი დროს წელავს და ამ ომში დაფინანსების კუთხით, სანქციების, ანუ ეკონომიკური კუთხით, რუსეთთან კონფრონტაციის ხარისხის ზრდის კუთხით უფრო ღრმად ჩაფლა და რაღაცა ერთგვარი მორალური და პოლიტიკური წნეხი საკუთარ თავზე აკიდება იმ პირობებში, რომ მისი ამ მომრჩეველში პირიქით დაკვეთა, რომ გამოდი მაგ ომიდან, ეს ჩვენი ომი არ არის. ამის საკუთარ თავზე აკიდება, როგორც ჩანს, ტრამპს არ უნდა და მისი мотиваცია არის, თუ არ გამოდის, გავიდეს ამ მოლაპარაკებების პროცესიდან ისე, რომ ნაკლები პასუხისმგებლობა და მორალური ბრალი აეკიდოს მას და ხარისხი ამერიკის ჩართულობისა იყოს ნაკლები. მე არ მგონია, რომ აქ
მოლაპარაკებიდან გასვლის შემთხვევაში ამერიკა უბრალოდ სრულად შეწყვეტს დაფინანსებას, უბრალოდ დაფინანსების ხარისხი უნდა გვესმოდეს, რომ იქნება ძალიან დრამატულად იმაზე ნაკლები, ვიდრე იყო 22-23 წლებში. ანუ ის რაც იყო, ეგეთი აღარ იქნება, მაგრამ დაფინანსება ჩემი აზრით იქნება. ევროპა საკუთარ ჩართულობას გაზრდის უფრო მეტად, ვიდრე ვთქვათ, ეხლა მოუწევს გაზს და ამერიკა შეიძლება შეამციროს, მაგრამ არ გაანულებს ცხადია და ამერიკა ეცდება, რომ მაღალი იყოს პროცენტი იმ შეიარაღებისა, რომელსაც აწვდის ევროპის ფულით ნაყიდი შეიარაღების სახით და თავის მხრივ რუსეთის ინტერესი როგორც ჩანს არის იმაში, რომ დინამიკა ფრონტზე არის რუსეთის სასარგებლოდ მზარდი. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში რუსეთის წინსვლა რამდენჯერმე აღემატება ტემპები რაც იყო წინა ნახევარი წელი და მით უმეტეს მანამდე. ანუ ძალიან არის გაზრდილი წინსვლის ტემპები. მიმდინარე თვეში გაიზარდა წინა თვეებთან შედარებით მნიშვნელოვნად. ანუ პიკი იყო რუსეთის წინსვლის ტემპების სექტემბერ-ნოემბერში, შემდეგ ზამთარში შენელდა და გაზაფხულამდე აი ამ აპრილის ჩათვლით შედარებით შენელებული იყო და ეხლა ისე უბრუნდება პიკურ შემოდგომის თვეებს, შეიძლება გაასწროს კიდეც და მოლოდინი არის რომ რუსეთს აქვს დაგროვილი როგორც ჩანს, არ ვიცი. თუ ის წელავს მოლაპარაკებების პროცესს, ეგრეც იქნება, ალბათ მას აქვს დაგროვილი საკმარისი რეზერვები იმისთვის, რომ ჩათვალოს, რომ კიდე წლები უპრობლემოდ შეუძლია ასე ომი გააგრძელოს. რუსეთის ეკონომიკასთან დაკავშირებით მდგომარეობა არის ისეთი, რომ ვარდნა არ აქვს, შეიძლება სწრაფი დიდი ზრდა არ აქვს, მაგრამ აი რაღაცა მცირე, მაგრამ რაღაცა 1-2-3%-იანი ზრდა ბოლო წლების განმავლობაში მის ეკონომიკას აქვს და ამ ტემპით, ამ მასშტაბის ომის წარმოება წინსვლით, ნაბიჯ უკრაინის ტერიტორიების დაკავებით შეუძლია, როგორც ჩანს, წლები თუ ის მოლაპარაკებების დასრულებაზე არ მიდის, თან იმ იმედით, როგორც ვთქვათ, კულუარული ინფორმაციები გამოდის, რომ ტემპები გაიზრდება იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინას, რომელსაც ბევრად მეტი შეიარაღების მასშტაბი ქონა მიწოდების 22-23 წლებში, ეხლა ეს მასშტაბი მცირდება.